კინაღამ გამისროლე მეგობარო. შეატყვე ხო? აუ რა კარგად უხვევს ბიჭო. აი, ეხლა ვხვდები თურმე იქ ლილოში რომ დავდივარ. რისთვისაც დავდივარ. აუ ეს საბურავი მჭირდებოდა აქამდე რა. აუ რამხელა თავდაჯერებულობა არის ბიჭო. აუ რა ინტერესით მიყურებს ბავშვი ბიჭო. აუ დაიბადა ახალი მოტომოყვარული, ხა ეს 15 წელში მოითხოვს ბაიკს და კარგად გადადის და გადმოდის ბიჭო. ჩვენი სექტის მეთაურმა პლასმასის ხამუთი ხო დამიყენა წინა ვიდეოში და შევხედოთ რამდენით ჩავაო და მოდი აი ავწიოთ ზევით და ნახოთ სად ჩავა. კუსტარული მეთოდებით რაღაცები ზომვა წავედით. რისთვის ზომა ამას ვიცოდე მაინც. გამორიცხული არის რომ აქ გამოვიარო მით უმეტეს მოტოთი და არ შევიარო VS Coffee-ში. Superskin-ის მეგობარია VS Coffee, უეჭველი მოდით უთხარით Superskin-ი მიიღეთ 100%-იანი ფასდაკლება ყველაფერზე, რასაც შევუკვეთავთ. აი, აქ არის სეგაფრედოს ყავა აქვთ. ძალიან კაი, ცივი ცხელი. გამარჯობა. გადასარევად თავად? კაპუჩინო. მადლობა. ნახოთ რა იქნება. ეს სიმართლე გითხრათ მეგონა რომ მოძრებოდა. მეტნაკლებად უჭირავს თავი, მაგრამ თავისი მინუსებია აქვს რა. აი მაგალითად, კარგად რო გადაუჭერ კიდეაში არსად არ წავა, აქ გაჩერდება, მაგრამ ნახეთ. აი მინდა რომ დასვარკებული იყოს, მინდა რომ აი არ საერთოდ არ მოძრაობდეს რა. და ასევე ძალიან კაი იქნება რამე საშუალება რო კონდეს იმისთვის რომ აი რაღაც დემპერივით რა, უბრალოდ რაღაც ამორტიზაციისთვის რა. ეხლა მაგალითად კამერა რომელიც 20000 ლარი ღირს თავის ლინზიანად ამაში რომ ჩადო, ეს ისე უხეშად მოძრაობს მით უმეტეს ქართულ გზებზე და ნუ რაც არ უნდა იყოს რა, რომც არ დავარდე ისედაც მოძრაობაშიც, იმდენად უხეში არის ჩემი აზრით ეს ვიბრაციები, რომ მაინც და მაინც ვერ გავუწევდი რეკომენდაციას. მირჩევნია ესე ზურგზე მქონდეს რა. ხო და არა და ზურგზე დიდ გზაზე ძალიან დამღლელი არის დიდი ხნით რაღაცა ტვირთის ტარება რა. ხო და მგონია რომ რაღაცები ვეძებე, ვერაფერი ვერ ვნახე, ეს რაღაცა ის არის, ანუ რაღაც no name, უბრენდო, usახელო, უგვარო რაღაცა ჩანთა არა, უბრალოდ დამჭირდა და სხვა გზა არ იყო რა. ნუ მოტოს რა თქმა უნდა ეხლა ამახინჯებს ორი აზრი არ არის, მაგრამ აი წარმოიდგინეთ რომ შეგეძლოს რომ აი ამ წკაპების გარეშე ხა ის რომ მოხსნა, ყველა ვარიანტში ეს ქვედამხარეები მაინც აქ რჩება და უშნოა რა. ძალიან მაგარი იქნებოდა რომ შეგეძლოს ამისი რაღაც სლაიდერითან რაღაცით წკაპით შესმა და გამოძრობა. ტევადობა ცოტა არ არის რა. ტევადობა ცოტა ნაღდად არ არის, ეს თან იშლება და მე მაღლდება უფრო. VS Coffee-ში მოვედით, რა თქმა უნდა, სანამ წავალ წყნეთისკენ, აქ როგორც ყოველთვის გავჩერდი ყავაზე. ვინც რეალურად ფიქრობთ პრემიუმ ჩაფხუტის ყიდვას, ან მაღალი ხარისხის ჩაფხუტის ყიდვას, კარბონის ჩაფხუტის ყიდვას, რომელიც თან ძალიან მაგრად გამოიყურება და ნუ იაფიან კატეგორიაში არ გადის. აი ეხლა არის ძალიან მაგარი საშუალება რომ იყიდოთ ზუსტად ესეთი ჩაფხუტი, ძალიან დიდი ფასდაკლება არის და გარდა ამისა, მინდა ჩემი ერთი პატარა ეგეთი ამბავი მოგიყვეთ, ვინც ჩემ არხს თვალყურს ადევნეთ, ალბათ ჩაშანდელი ვიდეო ნანახი გექნებათ. წინა ნოლანზე 88-8-ზე დამჭირდა ესეთი ჩინ მაუნტი სამაგრი. ჰოლანდიური კომპანია, მოკლედ ყველა ჩაფხუტისთვის ზედაპირის აი ამ პერიმეტრზე ზუსტად მორგებად აი ესეთ 3D დაპრინტულ ნიკაპის სამაგრებს აწარმოებს. ქვია ჩინ მაუნტი. ორჯერ გამოვიწერე, ორივეჯერ ძალიან დააგვიანდა და მეუბნებოდნენ რომ ჩვენ დავშიფეთ და არ ვიცი სად იკარგებაო. მე ეგ ჩინ მაუნტები არ მიმიღია, იმ წინა მოდელზეა საუბარი. რაღაცნაირად გამოვწერეთ, ბოლოს აღარც მახსოვს, როგორც ძალიან ვიწვალე, აი კომენტარის დაუტოვე, ჩემი საკონტაქტოს დაუტოვე, არც მირეფანდებდნენ თავიდან, აი ძალიან მაგრად მაწვალეს რა. არა და ძალიან კარგი რეპუტაცია აქვს, ძალიან
კარგი დიდი კომპანიაა უკვე და ძალიან ბევრს ყიდის. უბრალოდ ეგეთი რაღაც შემეთქვა მე რა, ეგეთი პირადი გამოცდილება მქონდა. წელს ახლა აი ამ ჩაფხუტზე ორი ვარიანტი იყო, ერთი არის რომ ეყიდა ეს ჩინური ვარიანტები რაც არის, რომელიც აი ესე მაგრდება და იმაზე აყენებ მე. ან მეორე ვარიანტი არის რომ ისევ ჩინ მაუნთისგან, ანუ ისევ მაგ კომპანიისგან მეყიდა ეს და ისევ სამჯერ დაეკარგათ და მეც უწავა რა. აი ესეთი უმარტივესი გამოსავალი არის მათ მოდელთან შედარებით ალბათ მინიმუმ ორჯერ უფრო პატარა დიზაინია. 3D პრინტინგი ისე განვითარდა რომ უკვე არავის აღარ უყვირს ეს და შეგიძლია რომ ბევრი სხვათა შორის მათ შორის ძალიან ბევრი მოდელის უკვე განზადებული 3D მოდელები არსებობს რომ ესენი დაპრინტო. სამწუხაროდ ამ მოდელის არ არსებობს. ყოველ შემთხვევაში მე ესე ვერ ვნახე რომ სადმე მეპოვნა თუ ვინმე შეძლებს მაგის პოვნას და გამიზიარებს ძალიან მაგარი იქნება. გავაკეთე ჩემი დიზაინი რომელიც აი ბევრად უფრო პატარა არის და აი 250 კმ/სთ-ზე უკვე დატესტილი არის და ძალიან მაგრად მუშაობს. ძალიან მაგრად მუშაობაში ითვლება რომ არ მოძვრა ეს, იმიტომ რომ ამაზე გარედან მიყენია მე ეს კამერა, ეს არის Action 5 Pro. თუ აი ესეთი მოდელი გაქვს, რომელიც ნაყიდი გაქვს რბოლაში, შემეხმიანე და მე უსასყიდლოდ რა თქმა უნდა გადმოგცემ ზუსტად აი ესეთ სამაგრს, რომლისთვისაც მხოლოდ 3M სტიკერი დაგჭირდება, რომ ესე დაიმაგრო. რა თქმა უნდა, შენ თვითონ უნდა აიღო შენ თავზე, შენ პასუხისგებლობა, შენ Action Cam-ზე მე გარანტიას ვერაფრისას ვერ მოგცემთ, უბრალოდ ფაქტიურად თითქმის top speed-ით ჩემი მოტოსი და ვიარე აი ამითი და აქ არის კამერას და ჩამთელი არის და არც მომძრალა და არაფერი. სიცხეში აი ძალიან დიდ სიცხეში თუ დამრჩენია მაგათი ჩაფხუტი მე და მაგიდაზე ვსადილობდით და ეხელს რო კიდევ ცოტა დარბილებულივით იყო თვითონ 3M სტიკერი, რომელიც საერთოდ არანაირი პრობლემა არ არის, ეხლა მაგალითად გაქვავებული არის ისევ, ანუ ეს წინა, ანუ ჩინ მაუნთის ვერსიასაც ზუსტად ეგრე ქონდა ხოლმე მახსოვს, მაგაზე ბევრი პანიკდება, რომ აი ხო არ მოძრება, მე უკვე 10 წელი არის ამას ვაკეთებ და 10 წელი არის მაგ 3M სტიკერებს ვენდობი, GoPro-s ყველანაირ სამაგრზე იქნება ეს მოტოზე თუ ჩაფხუტზე თუ რავი სადაღარ და ესეთი ამბავია მოკლედ. ესე იგი კიდევ ერთხელ თუ ვინმეს X804 RS-ი გაქვთ ნოლანის აი ეს მოდელი, რომელიც ან შეიძინეთ ან აწი შეიძენთ რბოლაჯიზე შემეხმიანეთ და სუპერსკინისგან საჩუქრად გადმოგცემთ პირადად და ესეთ მაუნტს, რომლითაც საფხუტის დამახინჯების გარეშე მაქსიმალურად, დამახინჯების გარეშე, თუმცა ესეც ამახინჯებს არ არსებობს სხვა ისეთი მაუნტი რომ არ დაამახინჯო საფხუტი, გადმოგცემთ აი ესეთ სამაგრს, რომელზეც უბრალოდ მე შეგიძლიათ დაამაგროთ თქვენი ნებისმიერი Action Cam-ი რაც გაქვთ. აგერ კაი კაცი გავიცანი. ამ მოტოს რამდენი ხანია ვხედავ ვაკეში და მეთქი ვისია ძალიან ეფექტური ფერი არის და აი გავიცანი. ულამაზესი ძმაო, ძალიან ლამაზი არის. აქ თუ შემოივლით, უთხარით სუპერსკინი მიიღეთ 20%-იანი ფასდაკლება, კაიყავა დალიეს. კარგად, მადლობა. წავედი, თუ მოდიხარ შენც? წავაი. ზოგჯერ ვფიქრობ ხოლმე, რომ უბრალოდ რამხელა გამართლება, არ ვიცი, გამართლება უნდა დავარქვა თუ სიმდიდრე ნაღდად არის რა. რამხელა სიმდიდრე არის, რომ აი შემიძლია, რომ ესე დღისით მზისით რაღაცა რო გიყვარს ის გააკეთო რა. ხა რო ვაკვირდები აი მაღაზე დიდი ბედნიერება, მით უმეტეს ესეთი ჰობი და საყვარელი საქმე რო გაქვს, რაც დაუზარელად შეგიძლია რომ გამოხვიდე და გაისწორო და ამისთვის რო ქცალია, აი მართლა ძალიან ბევრს ნიშნავს, რომ ძალიან რავი სამუშაო დღე არის და სადღაც ვარ ტყეში, წყნეთში ამოსული და აქეთ-იქით დავდივარ. საბურავი ძალიან გამისწორდა. კიდე ერთხელ დიდი მადლობა მოტოეკიპების მაღაზია რბოლაჯის. დიდი რეკომენდაცია ჩემგან და დიდი პატივისცემა ამდენხნიანი გვერდში დგომისთვის. ასევე დიდი მადლობა VS Coffee-ს მეგობრობისთვის და დიდი მადლობა Jet Media-ს, რომელიც გახლავთ ჩემი ახალი სპონსორი. რა მითხო არ შემილია დაგეხმარო მეგობარო. დიდი მადლობა Jet Media-ს, რომელიც ჩემი ახალი სპონსორია. ეს არის ვიდეო კონტენტ სააგენტო, თუ თქვენი პერსონალური ბრენდისთვის ან ბიზნესისთვის გჭირდებათ ვიდეო კონტენტი. შეგიძლიათ ძალიან მაღალი ხარისხის ვიდეო მასალა დაგიმზადონ, შეერქმიანეთ. აუ ბიჭო, წებოა. ისე აი სავარჯიშოდ რა, აქ რა სავარჯიშოა, მაგრამ პრინციპში რატო არა, უბრალოდ უსაფრთხოების კუთხით ვამბობ. ისე აი მე-13 უფრო
რბილი throttle control-ი გაქვს ნელ მოსახვევებში. ვიდრე მეორეთი, ნუ პირველი ხო საერთოდ ძალიან jerky არის და არასწორებს და რაც უფრო მეტი სიჩქარე შეგაქვს, მეტი დახრის კუთხის საშუალებაა, მაგრამ მან დილემა ის არის, რომ ვისი ტრაკით ატრაკებს. სად მიდიხარ ეგ სიჩქარე, სად მიგაქვს. იქ უცებ რომ რაღაცა იყოს, მერე რა იქნება, რა გაკეთდება. აი ამ მოსახვევში სულ ბოლომდე ვჩერდებოდი. იქ რა ცუდი ჩასავარდნია. ახლა არის საშუალება, რომ ცოტაზე უფრო მეტად გადაუსევო და მერე ისევ გადმოუსევო აქეთან მხარეს. ну მოკლედ ესეთი დასკვნა რა ის უეჭველი წნევიანია და სწრაფად არ უნდა რომ პირიქით მატარებს თუ რა შვება უბჯრაო აუცნაური და უხერხული არის ხოლმე აი რა ვიცი რა ვთქვა არ ვიცი და ეხლა ცოტა რაღაცა მიეცა რა კალაპოტი საერთოდ ამ ამბებს აუ ბაიგითაც ველოდით რა კაია იმედია დროზე ჩამოაღწევს ეს მუხლის მოსაჭიდებლებიც და სერდა მოტოს გაყიდვაზე ვფიქრობდი. აი არ ვიცი საბურავებმა ცოტა ისე მომცა მუღამი რა მეთქი ეს ის არ არის რაზეც მე რეალურად რამეს ვისწავლი და გორჯობია მოვიშორო თქო და ამ გადასახედიდან წესიერი საბურავი გინდა და ძალიან კარგად ისწავლი რა იქით ვიყავი და არ ველოდი. ეგ არის მანქანებიან ადგილში სიარული. Sorry, მაგრამ ეს ძალიან კაი იქნებოდა აი ზუსტად ეს მონაკვეთი რაც არის რა ესი რა კარგად ბედავ ჩანს ანუ მაგრამ მომწონს რა ეგ ადგილი მომწონს ძალიან აუ ახლა მოხდა ბიჭო ეგ რა იყო კამერა ხო არ გამიფუჭე ხომ ნაბოზარმა ხოჭო ეხა წარმოიდგინე ის მონაკვეთი როგორიც არის ეგეთი რო იყოს 1 კილომეტრი რა მარცხნივ მარჯვნივ აი ნელ-ნელა ცოტა მეტი აქეთ ცოტა მეტი იქით ცოტა მეტი აქეთ და ძალიან აჩქარდები რა ну სამწუხაროდ ეხა ეს ჩემ გემოზე ესეთ გზას ვერავინ ვერ დამიგებს ვერ სადრო ეგ ვაკეთო და იდეაში ტრეკი მაგისთვის არის მაგრამ ისე ვიქამდე მიდიხარ რომ ერთი დღე არ არის რა საკმარისი რა ну ლილოში თან ეგეთი ვარიანტი არ არის ცოტა სხვანაირია anyways ну ხომ მიხვდით რაც ვამბობ რა ну აქ მას ეხა ვერაფერს აი ეს არის რა
ჩვენია, ჩემი არ არის ახლა ეს გზა. შესაბამისად, ეს ხშირად ხდება. ხა გიჟივით რო გავარდე და იქ გავუხედავად გადასწრებავ ცადო არ მინდა, იმიტომ რომ მაგას აქ ხა აღარ ვარ. და ვითომ არაფერი, მაგრამ ძალიან გაგდებს რა მუღამიდან რა. სიგარეტის ყუთს ვინ ყრის ამ არ ვიცი ახლა რატომ უნდა მოგინდეს რომ ნაგავი გადააგდო, აი უბრალოდ ვერ ხვდები რა. მართლა ვერ ხვდები, აი აქ რანაირად რატომ უნდა გადააგდო ნაგავი. მინდაო დახმარებაო ძმა. შახდება. ესე დროს მე რაღაც უბედურება მოხდება და ანუ რავი, აი ეს ხა რა არის. ვიღაცის ხო არ ვიღაცას ხო ყავს ეს ზოხები რეგისტრირებული. არ ვიცი ესენი რეგისტრირდება? ბიჭო რა ხელა წონა ისე ძროხა ამას რო გლიჯო. აი ევაკუატორით უნდა გააქანო ერთი წალი. მარტო მე დავდივარ ქალაქში წესიერია მაყუჩით. რამდენი ვინმე შემხოდა და ყველა ბღუის და ვეღარ გავიგე ეს კანონი. არის ისევ აურას საყვარლად ძინავს ბიჭო. ვიფიქრე ხა დავუყეფო შევაწუხო და კაი იყოს დავიძინებო. ამის კარგიც. ბევრი მეკითხებით ხოლმე რომ აი ლილოში რო კითხები მინდა წამოსვლაო, მაგრამ ეკიპირება უეჭველი დამჭირდებაო. მე გირჩევდით ეგეთ რაღაცას რა. ეკიპირება უეჭველი დაგჭირდებათ, იმიტომ რომ რაღაცა ელემენტარული პატარა რაღაცას რომ მოხდეს, აი სულ ოდნავ რო წაიქცეთ, აი გამოვა რომ როგორ თქვა რა დასანანია რა. ხელა ხარჯი იქნება ეგ სლაიდერის გარეშე მოტოთვის და თქვენ კიდე ეკიპის გარეშე თქვენთვის რომ ხარჯი მარტო ფინანსური ხარჯი არა, ეხა იქ რაღაც მოიტეხო ხო არ გინდა ბუნებრივია რა. და ან ისე გაიხეხო და დაიბეჟო რომ რაღაც ვეღარ საქმე გააკეთო მერე და ვეღარ იმუშაო და რავი არ ვიცი ვინც რასაც ჩვევით იმას მოწყდეთ. ანუ ყველა ვარიანტი სლაიდერი გინდა მოტოზე და ყველა ვარიანტში რაღაც მინიმალური ეკიპი მაინც უეჭველი გჭირდება რა. პირველი მისვლა მაინც აეგრე ხარ არ თქვი მივიდოდი. შევხედავდი რა ხდება. თუ გესიამოვნა მერე უკვე უეჭველი, კაი ეკიპი გინდა. საბურავი რა. საერთოდ ხანერად ითამამე და რაღაცა ნდობა მომეცა მოტოსი რა. გაჩერებითაც ხანერად ჩერდება, აჩქარებითაც, მოხვევითაც. საბურავი ადრეც ხშირად მithქვავს წინა წყვილიც რო ვიყიდე, მაშინაც ეგეთი ის ქონდა რა. ვაუ მომენტი რომ საერთოდ გიცვლის შენი მოტოს experience საბურავი რა. ცუდი საბურავით აი შეიძლება 30%-იც ახლა რო ვიხსენები მიშელინი რაც მეყენა ბოლოს ისეთ მდგომარეობაში იყო რომ ალბათ აი ამის 20-30%-საც ვერ ვკაიფობდი რა.